მოგესალმებით, მე ვარ აკაკი, ლოგიკური პერსპექტივიდან და დღეს ვილაპარაკებ და ვიტყვი 5 მიზეზს თუ რატომ არის მწვანე მოსწნეული და მწვანე მოსწნეულის გაწურვა და მის დალევა ყველაზე გამოჯამთელების ყველაზე კარგი მეთოდი. ჩამოწერილი მაქვს. პირველი, ასაც ხშირად ვიზახი ხოლმე და ხალხს ამას ვეუბნები, რომ ფუნდამენტალურად დაავადება გამოწვეული არის ორგანიზმის გამჟავიანებით. როცა ორგანიზმი ჟავიანდება, ადამიანის უჯრედები გარდაიქმნება ვირუსებად და ბაქტერიად შიგნიდან, ხდება ამ უჯრედების ფერმენტირება და დაავადება ასე ჩნდება. და ამის ნომერ 1 კურნალობის მეთოდი არის ორგანიზმის გადუტება. სწორედ კუჭის ფუნქცია ის კი არ არის, რომ გააკეთოს მჟავა, ჰიპოკლორის მჟავა, რომ გადაამუშავოს საჭმელი, არამედ კუჭის ფუნქცია არის, რომ გააკეთოს სოდა, რაც არის ტუტე, რომ ორგანიზმი გაატუტოს და ადამიანი იყოს ჯამთელად. მან ხანდახან არ ყოფნის კუჭს, ადამიანი საკმარის ნამდვილ მარილს არ იღებს, რომ გააკეთოს ეს სოდა, ან ადამიანი ძალიან ბევრ ცხოველურს ჭამს, რაც ჟავიანია და დაავადებას იწვევს. და ადამიანს ორგანიზმი უკვე უჭირს, ასე რომ ბერდება ადამიანი, რომ შეინარჩუნოს ეს სიტუტე და ადამიანს დაავადება ემართება. და ხანდახან გვჭირდება, რომ მივაწოდოთ ორგანიზმს ეს სიტუტე, რომ ორგანიზმი გამოჯამთონდეს. და ნომერ 1 მიზეზი, რატო არის მწვანე მოსწნეული ყველაზე კარგი? არის იმიტომ, რომ მწვანე მოსწნეული არის ყველაზე ტუტე საჭმელი, რაც კი არსებობს. ყველაზე ის ტუტე რაც კი არის მწვანე მოსწნეული. ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდი, ნომერ 1 მეთოდი ორგანიზმის გადუტების არის ტუტე წყლის დალევა. აი ჩემ ლექციაში მარტივი გზა კიბოს დიაბეტის და ყველა სხვა დაავადების განკურნებაში ხალხს ვაჩვენე ჩემი ტუტე წყლის აპარატი. რაც აკეთებს ტუტე წყალს და მაგას ვსვამ ხოლმე და ძალიან კარგი არის ორგანიზმის გადუტებისთვის, ესე იგი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ კიდევ ერთი მეთოდი ორგანიზმის გადუტების არის მწვანე მოსწნეულის წვენის დალევა ან მწვანე მოსწნეულის ჭამა. ანუ ნომერ 1 მიზეზი არის ის ფაქტი, რომ მწვანე მოსწნეული არის ყველაზე ტუტე საჭმელი, რაც კი არის. ანუ თუ ფიქრობ, როგორ გამოჯამთვალდე, ან რა ჭამო, რომ გამოჯამთვალდე, მწვანე მოსწნეული იყიდე ჭამე და ეს ორგანიზმს ძალიან აჯანსაღებს, ენერგიას მატებს, მაგრამ ენერგიაზე მე ვილაპარაკებ და ბევრს სხვა კარგი თვისება მოაქვს ამას. ბევრი სხვა კარგი თვისება მოაქვს. ანუ ნომერ 1 მიზეზი მწვანე მოსწნეულის ჭამის არის ის, რომ ეს ორგანიზმი ატუტებს და სწორად ტუტე ორგანიზმში ვირუსები და ბაქტერიები ორცალდება და დაავადება არ ვრცელდება. და ანუ ჯანმრთელობისთვის ნომერ 1 საჭმელი არის უმი მწვანე მოსწნეული. ნიშნულოვანია რომ უმი იყოს, იმიტომ რომ იმისთვის რომ ავიღოთ საჭმელისგან მაქსიმალური ენერგია, ეს ენერგია მოდის უმის საჭმელისგან, როცა საჭმელს აცხელებ, ეს ენერგია იკარგება და უკვე საჭმელი არაფრის მომცემი აღარ არის. ამიტომ ჯობია უმი ფორმით ვიღოთ ეს მწვანე მოსწნეული. მაგრამ ახსენე ენერგია, ნომერ 2 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვჭამოთ მწვანე მოსწნეული, არის ენერგია. მწვანე მოსწნეული არის ყველაზე ენერგეტიკულად გაჯერებული საჭმელი, რაც კი არის დედამიწის ზურგზე. დეფინიციით ვახსენე, რომ ეს მწვანე მოსწნეული არის ტუტე და დეფინიციით ტუტე არის ის, რაც არის გაჯერებული ელექტრონებით. ელექტრონი არის სწორედ ის ენერგია, რაც ჩვენ ორგანიზმს სჭირდება, რომ იარსებოს. აი ეს მითი არის, რომ ხალხს გონია, რომ უნდა მიიღო ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები, რომ იარსებო. ეს ყველაფერი საჭირო არია, თქმა უნდა, მაგრამ ამისგან ჩვენ ამაზე კი არ ვარსებობთ, არამედ ჩვენ ვარსებობთ იმ ელექტრონებზე, რაც ამ საჭმელიდან მოდის. ანუ ჩვენ ენერგიას ვიღებთ საჭმელში ყოფ ელექტრონებიდან. ეს ელექტრონები, რაც არის ტუტე ენერგია, არის სწორედ ის ენერგია, რაც გვაძლევს ამ სიცოცხლის საშუალების უნარს. და ყველაზე ენერგეტიკულად გაჯერებული საჭმელი არის მწვანე მოსწნეული. მაგრამ რატო არის ესეთი ენერგეტიკული? ნომერ 3 მიზეზი. მზის სხივები. ის თუ როგორ შეუძლია მწვანე მოსწნეულს მზის სხივების მიღება, რა საშუალებით მალე ვიტყვი, მაგრამ ის გაითვალისწინეთ, რომ მწვანე მოსწნეული იმიტომ არსებობს, რომ იღებს მზის სხივებს, ამ ენერგიას იღებს
და ამ ენერგიით არსებობს. და შენ თუ აიღებ უნიფორმით წონებოსტრინალზე შეჭამ, შენ ამ მზის ენერგიას აიღებ და მიითვისებ. აი ძალიან ბევრი ყოფილა რომ ხალხი გაიზახის ვიტამინ D, ვიტამინ D-ო. მაგრამ ვიტამინ D-ს ნატურალური მიღების საშუალება ყველაზე ნომერ 1 კარგი არის მწვანებოსტრინაულის მიღება. იმიტომ რომ სწორედ ეს ზისხიების ენერგიას იღებს მწვანებოსტრინაული და შენ თუ აიღებ ამ მწვანებოსტრინაულს გაწურობ და ეგრევე დალევ უნიფორმით, თათვალე იგივეა რაც შენი ორგანიზმი გარეცხო ზისხიებში. და ვიტამინ D-ს მიღების ძალიან კარგი ფორმა არის. მაგრამ საიდან იღებს ეს მწვანებოსტრინაული ზისხიებს? აი ნომერ 4 მიზეზი, ქლოროფილი. ქლოროფილი არის მოლეკულა, რაც ხდის მწვანებოსტრინაულს მწვანედ. სწორედ ამ ქლოროფილში ხდება ზისხიების მიღება, ეს მზის ენერგია გროვდება და ამას თუ შეჭამ შენ, ორგანიზმი იღებს მზის ენერგიას ამ ქლოროფილიდან და ორგანიზმი ახალგაზრდავდება, ხდება ტუტე, ხდება ენერგიით გაჯერებული, მზისხიებით გაჯერებული და ჯანმრთელდება. მაგრამ ეს არ არის მარტო. ქლოროფილი არის თითქმის იდენტური ჰემოგლობინის. ჩემი გამოძიებით აღმოვაჩინე, რომ ყველა ორგანიზმში, ანუ ექიმებს ასწავლიან არასწორად. იმიტომ არის ხალხი დაავადებული, რომ ორ რამეს და ბევრ რამეს სიმართლეს გეტყვით, ასწავლიან ექიმებს არასწორად. და ამიტომ არის ამდენი დაავადება. ერთი ის ვახსენე კუჭზე, რომ კუჭის ფუნქცია არის, რომ ჩვენი ორგანიზმი გაატუტოს სოდის აკეთებით. მაგრამ კიდე ერთი ფაქტი ის არის, რომ ექიმებს ასწავლიან, რომ სისხლი კეთდება ძვლებში. და ეს არის ტყუილი. სისხლი კეთდება წვრილ ნაწლავში და იმისთვის, რომ გაკეთდეს სისხლი, საჭირო არის ქლოროფილი. და რატო არის ქლოროფილი საჭირო? იმიტომ რომ ქლოროფილი არის თითქმის იდენტური ჰემოგლობინის. ერთადერთი განსხვავება ჰემოგლობინსა და ქლოროფილში არის ის, რომ ჰემოგლობინს აქვს შკინა, ქლოროფილს აქვს მაგნიუმი და მაგნიუმზე მალე გადავალ. ეს ქლოროფილი არის თითქმის იდენტურია ჰემოგლობინის, ანუ ყველაზე მარტივი მეთოდი ახალი სისხლის აკეთების ან ჰემოგლობინის მაღლა აწევის არის რომ აიღო მწვანებოსტრინაული, გაწურვა წვენსატურში და დალიო. ან უბრალოდ რომ ჭამო და კარგად აღეჭო. და აღმოვაჩინე, რომ ყველა ორგანიზმში კეთდება სისხლისგან. ანუ თუ გინდა იყოს კუნთი, ძვალი, ტვინი, თვალი, ყველა ორგანო კეთდება სისხლისგან. სისხლს აქვს ეგეთი პლეომორფიზმის ფუნქცია, რომ შეუძლია გარდაიქმნას ნებისმიერ ორგანოდ. თუ ორგანიზმი არის ჯერ გადუტებული, არის ტუტე ორგანიზმი, მაგ ტუტე ორგანიზმში სისხლს შეუძლია გარდაიქმნას ნებისმიერ ფორმად და დაიწყოს ორგანიზმის შეკეთება. ანუ გინდა გვაქვს დაზიანებული ღვიძლი, დალია ტუტე წყალი, გაიტუტე ორგანიზმი, მიიღე მწვანებოსტრინაული და ღვიძლში აკეთებს ეგ მწვანებოსტრინაული. ქლოროფილით. ან გააქვს ძვალი დაზიანებული? ძვლის დაზიანებული, ხაში კი არ უნდა ჭამო. ხაში რაც ჟავიანია და პირიქით ძვლებს აზიანებს. უნდა ჭამო მწვანებოსტრინაული. იმიტომ რომ მწვანებოსტრინაულიდან კეთდება მაგას აქვს ქლოროფილი, კეთდება ქლოროფილიდან სისხლი და უკვე სისხლიდან კეთდება ეგ ძვალი. სისხლიდან კეთდება კუნთი. სისხლიდან კეთდება ყველა ორგანო. ან თუ გინდა რომ ნებისმიერი ორგანო გაიმჯობესო და ნებისმიერი დაავადება განიკურნო, საჭირო არის ჯერ ორგანიზმი გაიტუტო ტუტე წყლით და მიიღო მწვანებოსტრინაული, ორგანიზმი კიდევ უფრო გაიტუტო და მიიღო ეს ქლოროფილი, რაც იდენტური არის ჰემოგლობინის, გააკეთო ახალი სისხლი და ამ ახალი სისხლისგან გაკეთდება სხვა ორგანო. აი ვახსენე რომ ქლოროფილს აქვს მაგნიუმი. და ეს არის ბოლო და ნომერ 5 მიზეზი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერება ჩვენ ორგანიზმში ქლოროფილის გარდა არის მაგნიუმი, რაც არის ელექტროლიტი. ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, მაგრამ ექიმებმა და ბევრმა ნუტრიციონოლოგმა ის არ იცის, რომ ორგანიზმს აქვს ფუნქცია და საშუალება, რითიც სხვადასხვა ნივთიერებებს გარდაქმნის სხვა ნივთიერებად. მაგალითად, მაგნიუმი ორგანიზმს შეუძლია მაგნიუმი გაერთიანოს სხვა ნივთიერებასთან და შექმნას რკინა. ანუ რკინის მაღლა აწევის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება არის მაგნიუმის მიღება. მაგრამ მაგნიუმის კი არა, ქლოროფილის მიღება მწვანებოსტრინაულიდან, რომელსაც აქვს მაგნიუმი, ქლოროფილს და მაგნიუმიდან კეთდება ეს სწორედ ეს რკინა. ან ორგანიზმის კიდე ფუნქცია აქვს ეს მაგნიუმი გარდაქმნას სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებად ორგანიზმში და ეს ნივთიერებები მიიღო ესე
შემოვლითი გზით. გინდა კალციუმის მიღება, ჭამემწვანებოსტნეული. გინდა რკინის ამაღლება, ჭამემწვანებოსტნეული. გინდა ენერგია გქონდეს, ჭამემწვანებოსტნეული. ძალიან ბევრი აი თავიდან როცა ვიძიებდი ამ ინფორმაციას აღმოვაჩინე, რომ სოფლიოში წამყვანი ექიმი ვინც არის, ვისაც ცდილობენ რომ ციხეში ჩასვან ამ აღმოჩენების გამო, იმიტომ რომ ხალხს კუნავს კიბოსგან, მწვანებოსტნეულის და ტუტეწლის დიეტით. და უნდათ რომ ეს კაცი გააჩუმონ, იმიტომ რომ უნდათ ხალხს ვინც სწავლებს აკეთებს, აფთიაქის სწავლებს, უნდათ რომ თავის სწავლები გაიყიდონ, ან თავის ქიმოთერაპია გაიყიდოს, ან სხვადასხვა კურნალობა გაიყიდოს და არ აწყობთ, რომ ჩემი ხალხმა იარსებოს და ესეთი ნატურალური კურნალობის მეთოდები გავრცელოს. და ცდილობენ ამ რობერტო იანგს რო ციხეში ჩასვან, მაგრამ თავიდან რომ აღმოვაჩინე, ეს რობერტო იანგმა თქვა, რომ გინდა თქვა მიიღო მაგნიუმიო, ჭამემწვანებოსტნეულიო, გინდა რკინა მიიღო, ჭამემწვანებოსტნეულიო, გინდა მიიღო ელექტროლიტებიო, ჭამემწვანებოსტნეულიო, გინდა A ვიტამინი, მწვანებოსტნეული, B ვიტამინი, მწვანებოსტნეული, C ვიტამინი, მწვანებოსტნეული. ანუ სულ ყველაფერზე რაც ჩამოთვლილი ქონდა, რომ თუ რამე ორგანის რამე ჭირდება, ყველაფერზე იძახდა, რომ ყველაზე კარგი მეთოდი ნებისმიერი ამ ნუტრიენტის ან საჭირო ვიტამინის მიღების ამ მწვანებოსტნეულის მიღება. აქ იგულისხმება ბროკოლი, ისპანახი, კიტრი, სალათის ფოთოლი, ანუ მწვანებოსტნეული რაც არის, ყველაფერი. აი კიდე ერთ დავამატებ, რომ ორგანის რაც ჭირდება, ორგანის ჭირდება სულ 4 რაღაცს, რომ იყოს ჯანმრთელი. ერთი მწვანებოსტნეულის დაიმსახეობა, ანუ კიტრის, სალათის ფოთოლი, მწვანებულღარული, მწვანეწიწაკა, ისპანახი. აი რაც არის მწვანებოსტნეული? პიტნა მაგალითად. და ამ ყველაფერს თუ მიიღებ ქლოროფილს, რაც არის ჰემოგლობინის იდენტური დაკეთება აქედან ახალი სისხლი და ბიბლია გვეუბნება, რომ სიცოცხლე არის სისხლში და ჯანმრთელობა არის სისხლში. და აი რაც კი საჭირო არის, შეგიძლია მიიღო ამ მწვანებოსტნეულის დაიმსახეობის დიეტით. მეორე რაც ჭირდება ორგანის არის ზეთები, ზეთში კი არ იგულისხმება, არა ის მავნე არის, ანუ სიმინიზეთი მავნე არის, დესნუბძირის ზეთი მავნე არის, მაგრამ ზეთში იგულისხმება ზეთი რაც არის, მაგალითად ოლივის ზეთია კარგი, რაც არის ტუტე ზეთი. არის კიდე სელის თესლის ზეთი, ეს ომეგა-3 აქვს და ომეგა-3 აუცილებელი არის ავოკადო ზეთი. ანუ კარგი ზეთები არის ავოკადო ზეთი, ოლივის ზეთი და განსაკუთრებით სელის თესლის ზეთი, ეს არის ომეგა-3 და ომეგა-3 საჭიროა რომ აკეთოს სისხლი. მესამე ნივთიერება არის ნამდვილი მარილი, როგორც არის აი რედმონდის ბრენდი არის, რედმონდის მარილი, ან კიდე კელტიკური ზღვის მარილი, ეს არის ნამდვილი მაღალი ხარისხის მარილები და მეოთხე არის ტუტე წყალი. ის 4 ნივთიერება, რაც არის საჭირო რომ აკეთოს სისხლი, ანუ ქლოროფილი მწვანემცენარიდან, აუცილებელი ზეთები, როგორც სელის თესლის ზეთი, ნამდვილი მარილი, როგორც რედმონდის ან კელტიკური ზღვის მარილი და ტუტე წყალი, ეს 4 ნივთიერება რაც არის, რაც ორგანის ჭირდება რომ გააკეთოს ახალი სისხლი, არის ის მხოლოდ 4 ნივთიერება, რაც ორგანის ჭირდება. მეტი სხვა რამე ორგანის არ ჭირდება. აი ხალხი იძახის, რომ მაშინ ცილა საიდან მივიღოთო? ცილა შეგიძლია მიიღო მწვანემცენარიდან. რომ დაუფიქრდე, ვის უფრო მეტი ცილა ჭირდება? ადამიანს თუ ხარს? ხარი უბდიდია, მაგრამ ხარი თავის ცილას იღებს ბალახიდან. სპილოიას ბალახიდან ფოთლებიდან. ესე იგი არ ყოფილა ხო ცილა ისეთი საჭირო როგორ შემგონია. ან კიდე საჭიროა რა თქმა უნდა, მაგრამ შეგიძლია მწვანემცენარიდან მიიღო, როგორც უმეტესობა ცხოველი იღებს. ან დღეს რო კალციუმისგან მივიღოთ, კალციუმის კაი წყარო არის მწვანებოსტნეული. ანუ ის რაც ჩვენ გვჭირდება, ორგანის რაც ჭირდება რომ გამოჯანმრთელდეს, ყველაფრის მიღება შეიძლება 4 წყაროდან. ქლოროფილი მწვანემცენარიდან, აუცილებელი ზეთები, როგორც ავოკადო, ან ოლივიას ზეთი, ან სელის თესლის ზეთი, კიდე ნამდვილი მარილი, რაც შეგიძლია გამოიწეროთ და ტუტე წყალი, რაც ყველა დაავადებას კურნავს. ამ 4 რაღაცი თუ თქვენი დიეტა იქნება ამ 4 რაღაცა შეიცავს და ყველა სხვა რამეს გამოირიცხავს, ამ დიეტას შეუძლია ნებისმიერი დაავადება განკურნოს. მწვანებოსტნეული,
აუცილებელი ზეთები, ნამდვილი მარილი და ტუტე წყალი. ეს ტუტე წყალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმი გაგატუტდეს. მათ წონებოსნეული ძალიან ტუტე არის. თუ ამ 4 რამეს მიიღებთ, საკმარისი არის, რომ ნებისმიერი დაბადება განკურნოს. კიბოს შველის დიაბეტს, შველის თავის ტკივილ, შველის ხედელობის გაუარესებას და ნებისმიერი დაბადება რაც არის გამოწვეული არის ორგანიზმის გამჟავიანებით და ამ ტუტე დიეტას თუ გაყვებით, თქვენი ორგანიზმი გახდება ტუტე, იქნებით გამჟამთელდებით, კანი გაგიახალგაზრდებათ, უფრო ენერგიაზე იქნებით, გონება გაგიწმინდებათ და იქნებით ჯანმრთელები და ბედნიერები. და ეს იყო მიზეზები, რატო დავიცვათ ტუტე დიეტა, ან 5 მიზეზი, რატო უნდა მივიღოთ წონებოსნეული და დაიმახსოვრეთ, რომ ორგანიზმს რა სჭირდება, ყველაფერს მიღება შეიძლება წონებოსნეულით და მის ნაირსახეობით. იმედია იქნებით ჯანმრთელები, იმედია იქნებით ბედნიერები. მადლობა ყურებისთვის და ნახავთ შემდგომ ლექციაში. ნახვამდის.